მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. დღეს აპრილის თვის შედეგებს შევაჯამებ. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ერთხელ, როდესაც ეს შედეგები ვნახე, ჩემს დირექტორატს შემდეგი რეზოლუცია მივწერე. ძალიან ვამაყობ შედეგით ის, რასაც დღეს ფონდის სახით ვაკეთებთ, საქართველოში ყოფილი SSRK-ს ტერიტორიაზე არც ერთი სხვა ფონდი არ აკეთებს. ამას აკეთებთ თქვენ და არა მე. მე არა. აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს. ძალიან ყოჩაღია. და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ იმას აქვს მივახციე, როდესაც თუ ხვალ რამე დამემართება, იმედი მაქვს ეს არ მოხდება, ფორმას ვინარჩუნებ, ვცდილობ ღმერთს ვემსახურო მინიმუმ 80 წლამდე. მაშინ თქვენ მოქალაქეებო, ჩემო თანამემამულეებო, მე ხომ საქართველოს მოქალაქე ვარ, თქვენ წარმოუდგენელი რამ გააკეთეთ. რატომ ჩამოვედი საქართველოში? ხშირად მეკითხებიან, იმიტომ რომ თქვენი გულიანობა შეუდარებელია. საუკეთესოებო, ყველაზე კეთილო, ყველაზე ყურადღებიანებო. უკრაინაში მსგავსი რამ არასდროს მინახავს. თუმცა ჩართული ვიყავი. არ მინდა მსგავსი რამის თქმა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი, ასეთი აქტივობა არ მინახავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ის სიტუაცია განსხვავებული იყო. აქ კი ადამიანები უბრალოდ იხოცებიან. თქვენ რომ არა, მათ შორის საჯარო მოხელეებიც და მინდა გითხრათ, რომ რადგან მე საჯარო მოხელის სტატუსი მაქვს, სადღაც პრემიერ-მინისტრის დონეზე თუ სამსახურიდან გაგათავისუფლებენ, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, მომმართეთ მე. მე საქართველოში არავინ ვარ და არანაირი ტიტული არ მაქვს. მაგრამ ერთხელ, როცა მე ვიყავი, სააკაშვილმა საელჩოსთვის მიწის გამოყოფისთვის ორდენით დამაჯილდოვა და მავიწყდა რა ერქვა. შემდეგ ის დაიკარგა და ძლივს დავიბრუნე. დიახ, მართალია ეს ძალიან მახარებს. ვიცი რომ ამ ადამიანებს წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ, რამდენად ახლოს არიან უფალთან. და ვარწმუნებ მათ, რომ რაც გააკეთეს, უფალი მათ თავიანთ საქმიანობაში უპირატესობას მიანიჭებს. ზოგი აუცილებლად დაწინაურდება, ზოგს კი მოულოდნელად გაუმართლებს. სამსახურიდან იღბალი ზემოდან უბრალოდ არ ცვივა. რადგან თითოეული მათგანი ის ადამიანები, რომლებიც ბიზნესში საქმიანობენ სრული კორუფციის პირობებში და საქართველო კორუმპირებული ქვეყანაა, გმირები არიან. მათ ძეგლები უნდა დაუდგან. აქ იყო პოსტი. ეს არ არის უბედურება, მეგობრებო, და არც მწუხარება, რომელიც ადრე თუ გვიან საშინელებაა. და აი ხაშურის მუნიციპალიტეტი გამოგეხმაურა. ყოჩაღ, არ ვიცი ვის გადაუხადო მადლობა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ყოჩა ხელმძღვანელო, კიევში ბევრი ხელმძღვანელი მყავდა, თუმცა ყველა არ იყო ისეთი კეთილი და ყურადღებიანი, როგორიც თქვენ ხართ. ოჯახმა სახალხო დამცველისგან მიიღო დახმარება. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ სახალხო დამცველი საქართველოში კარგად მუშაობს. მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. 13 წელია ვმუშაობთ, ყოველ შემთხვევაში ის ცუდ საქმეებს არ აკეთებს, რადგან ხელისუფლებისგან არანაირ სიგელებსთან დამსახურებას არ ველი. უფრო მეტიც მე რაშუაში ვარ. ეს ჩემი თანამშრომლები არიან. ისინიც ქართველები არიან. ერთ-ერთი მათგანისთვის შეეძლოთ მიეწერათ მაგალითად პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ჩემი საშუალო თანამშრომლის დონეზეც კი არ აქვს მიღწევა.
მოეწერა ფონდისთვის ყოჩაღს, ცდილობთ მადლობა, მაგრამ არა. ის დილიდან საღამომდე შემოწმებებს გვიგზავნის. მე მას არ ვაკრიტიკებ, ის თქვენ აირჩიეთ. ესე იგი კარგია. იყვნენ სოციალური მომსახურების აგენტები. კარგი სამსახურია. ოჯახი მიიღებს 100 ლარის ვაუჩერს და საკვებს. $36 ბევრი ფულია. საქართველოსთვის ბევრი. და ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორგანიზაციები მიიღებენ, ჩემთვის ზოგადად გასაკვირია. მაგარია, მიყვარს ასეთი რაღაცები. ახალგაზრდების ჯგუფი მოვიდა. ბევრი ძალიან ბევრი ტკბილეული, საჭმელი, ტანსაცმელი მოიტანეს. აქ ხომ უამრავი ბავშვია. ლეიბები 700 ლარის. ჩავეხუტებოდი სამახსოვრო ფოტოებს გადავიღებდით. დიახ. ყოჩაღი ახალგაზრდები არიან. ახალგაზრდა კაცმა ლევანმა გარკვეული პერიოდით რეგიონში თავისი სახლი გადმოგცა. და რითაც შეუძლია ყველანაირად გვეხმარება. ღმერთო ჩემო, რა ყოჩაღია ლევანი. ნუ იფიქრებთ, რომ ყოჩაღი კიევის ყოფილი ორგზის მერისგან არც თუ ისე კარგად ჟღერს. ყოჩაღ, კარგი ახალგაზრდაა. უფრო მეტმა ადამიანმა მომცახმა, ვიდრე თქვენს რომელიმე პრემიერ-მინისტრს. და მე მეტი ჯილდო და ყველაფერი დანარჩენი მაქვს. მე ყოველთვის ოპოზიციონერი ვიყავი. საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციაში არ ვარ, რადგან ფონდს დახურავენ, ასე რომ პოლიტიკაში არ ვარ ჩართული. მაგრამ დამიჯერეთ, ბევრი დამსახურება მაქვს და ჩემი სიტყვები იმის შესახებ თუ რამდენად მადლიერი ვარ თქვენი, დაედარჩეს თქვენს არქივში. მოვა დრო და ეს დაგეხმარებათ. თქვენ რა თქმა უნდა გულიანი ადამიანი ხართ. თქვენ ღმერთთან ალბათ უფრო ახლოს ხართ ვიდრე მე. იმიტომ რომ იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სადარბაზოშიც კი არავინაა დახმარება რომ გაუწიო. მხოლოდ ფული შემიძლია მის გაკეთება. თქვენ კი სულით. ეს უფრო მაღალი სტატუსია ვიდრე ის, რასაც მე ვაკეთებ. განსაკუთრებით იმიტომ არის დასაფასებელი თქვენი სიკეთეები, რომ 1-2 წელიც და შემიძლია მშვიდად წავიდე სხვა სამყაროში, რადგან თქვენ უკვე თავად ეხმარებით თქვენს თანამემამულეებს. დიახ, ეს იყო ჩემი იდეა. როცა ვლოცულობდი, უფალმა მითხრა, მართლა მითხრა, მე მჯერა ამის, რომ თუ წაიკითხავ ბიბლიას, დაინახავ შენს გზას. თუ ვინმეს ეხმარები, ვისაც არ იცნობ, შენს თავს არ წარადგენ, არც გვარს ეუბნები, საკუთარ მისამართსა და ტელეფონის ნომერს არ აძლევ, რომ შენს გვერდით პირჯვარი გადაიწეროს მაინც. მაშინ წმინდა ადამიანი ხარ, ეს ყველაფერი არ დარჩება ურეაქციოდ. არა, არ დარჩება. ახლა აინშტაინისა და სხვა დიდი ადამიანების წერილებს ვკითხულობ, რომლებიც წერდნენ ღმერთზე. ყველა დაახლოებით ერთსა და იმავეს გადაგებდა. ერთსა და იმავე ფასეულობებს. დიახ, ეს არის სიმართლე, ღმერთი არსებობს, ის ცოცხალია. ხედავს ყველაფერს, ის სიყვარულია. თუ სიყვარულს აზიარებთ, მისი უახლოესი ადამიანები ხართ. ის არასდროს მიგატოვებთ. კიდევ უცნობმა ადამიანებმა მოიტანეს ველოსიპედი, ბურთი, ფორმა, მეკარის ხელთათმანები, ბიჭუნა სოსოსთვის. არა, ეს სოსო და მისმა მეგობრებმა ძალიან ბევრი დიახ, სოსოს მიუტანეს. ბევრი საკვები, ტკბილეული და სათამაშოები. ძალიან მომეწონა ერთ-ერთ გადაცემაში. გულიდან გულში. პატივს გცემთ. უცნობ ადამიანებმა ბევრი ტანსაცმელი მოიტანეს. უცნობ ადამიანებმა ბევრი ძალიან ბევრი საჭმელი ტკბილეული მოიტანეს. ოხუფალო. დიახ, თქვენ უცნობი ხართ მხოლოდ იმიტომ, რომ გიყვართ ღმერთი. რადგან ღმერთი ამბობს, თუ არ იცნობთ ამ თანამშრომელს, მასზე პიარს არ აკეთებთ, მაშინ მთელი ჩემი სიყვარული შენ გაკუთვნის. დიახ, ასეა.
ღმერთო, რამდენი აქ ადგილობრივი ხელისუფლება ეს სად არის? რომელიღაც რაიონში. ახლა ზუსტად გეტყვით. იყო პოსტი დედა და მეხმარე ვიხჩობი. და სამტრედიამ და ადგილობრივმა მთავრობამ დიახ, ასევე გამოყო და გადაიხდის 120 ლარს. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს მიხვდებიან და მომსახურებისთვის და ბანკის პროცენტებისთვის თანხა არ იქნება. ნაღდი ფულით. გაჭირვებული ადამიანებისთვის ნაღდი ფულის მიცემა არ შეიძლება, რადგან მათი უმეტესობა გაუბედურებულია. მათ შეუძლია დათრნენ, დალიონ, მოწიონ, არ ვიცი კიდევ რა. და ამ დროს ბავშვები სახურავიდან ან დუღარე წყლით სავსე ქვაბში ცვივდებიან. უცნობმა ქალმა უამრავი პროდუქტი მოიტანა. 200 ლარის, ანუ 73 დოლარის. ადგილობრივმა მთავრობამ 100 ლარის ვაუჩერი და 60 ლარის პროდუქტები გადასცა. რა თქმა უნდა, ეს ამერიკასთან შედარებით სადღაც, როგორც საბჭოთა დროს ამბობდნენ, მსუქან კაპიტალისტს გაეცინებოდა. თუმცა ეს სასაცილო არ არის. ეს უკანასკნელი ფულია. რაოდენობებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ხალხი მდიდარი არ არის. არა. არ არის, იმიტომ რომ მილიარდერი 7 დოლარით ჯიბეში არ მოვა. იმიტომ რომ ის თავად და ის არც მოდის. ჩვენი შემომწირველთა უმეტესობა და ისინი ასობით ათასია. საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები არიან. ადამიანები, რომლებმაც თავად განიცადეს სირთულეები და იციან რა არის მარტოობა და რა უბედურებაა ცხოვრება სახელმწიფოში, რომელიც არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე. აი, ადგილობრივი ხელისუფლება. მათ შესახებ რა უნდა ვთქვა? რადგან ესეც რომელი ქალაქია? ქალაქი კასპი. ხელმძღვანელი. მის გარეშე ხომ არაფერს ჩამოწერდნენ, როგორც ჩანს ის მორწმუნე ადამიანია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მათ ასევე 450 ლარიანი ბალონი აჩუქეს. კომპანია აჭარა ტექსტილის მძღოლებმა ფული შეაგროვეს და ბევრი საჭმელი და ტკბილეული იყიდეს. არადა ღარიბი ადამიანები არიან. პატარა ევროპული ქვეყნების უმცირეს სტანდარტებთან შედარებით ეს რაღაც დიახ, ვიცი, რასაც ვამბობ. მაგრამ დამიჯერეთ, ეს არ არის პატარა ფული. ეს არის უკანასკნელი უზარმაზარი ფული. ეს არის მილიონები. მილიონები, რომლებიც გაცემულია და რომლებიც დასჭირდებოდა ამ ადამიანებს. მათ ეს ფული სჭირდებათ. ღმერთო, როგორ მიყვარხარ. მართლა. თუ ვინმეს, ვინც გვეხმარება, რჩევა სჭირდება, მეტი მე არ შემიძლია, რადგან არავინ ვარ საქართველოში, არავინ არაფერს მეკითხება, რადგან მას შემდეგ, რაც მე წარვადგინე კანონის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობისთვის, არც ერთ პოლიტიკოსს აღარ სურს ჩემთან საუბარი. მათ არ მოსწონთ ციხეში ჯდომა ტყუილის თქმის გამო. თუ ხალხს პირდები, მაშინ კონკრეტული დაპირებები გააკეთე და შეასრულე. ყველას გეხუტებით და კოცნით, ჩახუტებით ქართულად, ღმერთმა დაგლოცოთ და დაურეკეთ თქვენს მოხუც მშობლებს. ისინი თქვენგან ზარს ელოდებიან. დილით კი მადლობა გადაუხადეთ ღმერთს. ხვალ რომ გაიღვიძებთ, უთხარით მას მადლობა უფალო, ცხოვრებაში ახალი დღისთვის, ვიცი რომ გიყვარვარ. და მას ნამდვილად უყვარხართ, რადგან თქვენ ასეთი ქმედებების უნარი გაქვთ. და ეს დღე საუკეთესო იყოს ჩემ ცხოვრებაში. წარმატებები, ნახვამდის.